აი ყველაზე მეტად რაც მიკარგავს ავტორიტეტის მიმართ, პატივისცემას ფორმალური ავტორიტეტების მიმართ, არის რომ რაც არ უნდა ჭკვიანურს იძახდეს, იმდენად რო კონტექსტს მოწყვეტილები არიან, შეიძლება საოცარი რამე გააკეთა ვიღაცა მასკმა მაგალითად თავის კომპანიაში, ან სტივ ჯობსმა თავის დროზე Apple-ში, მაგრამ აქ რომ მეუბნები ამას, აი იმდენად ეხა ჩვენ კონტექსტთან ეს არაფერ შუაში არ არის, რომ აი საერთოდ რაღაცში გამოყვე. იმისი კარგად გაგება, რომ შენ რო ამ პროექტს აკეთებ, რა გიჩდება ეს, რა ენერგია გიჩდება, რამდენი ქმედება სჭირდება ამას, რომ როდესაც ჩემთან მოდიხარ, კარგად გამოყვე, როდესაც რამეს მელაპარაკები, კარგად გამოყვე და რაღაც აი სური ჭკვიანური ტერმინებით კი არ გელაპარაკო, არამედ supportive ვიყო რა და აქეთ შემოგთავაზო შეიძლება ვერ მეუბნებით კიდეც იმას, რომ ძალიან overtasked ხარ და ან თანამშრომელი გჭირდება, ან სხვა გუნდის წევრის დახმარება და მე იმდენად ვხვდებოდი ამას, არა ის რომ ეხა ყველა ეტაპი ვიცოდე მიკრომენეჯმენტში ვთქვათ, მაგრამ მარტო ღრუბლებში მჯდარი სტრატეგიული მენეჯერი არასდროს არა ვარ რა, ყოველთვის ვცდილობ რომ ოპერაციები რა არის კომპანიაში, ამის შესახებ რაღაცა პულსზე ხელი მედოს რა და ვხვდებოდი ამას და ეს მე მგონია რომ გუნდის წევრებს უჩენს იმის განცდას რომ მათთან ერთად ხარ და შენც შრომობ მათთან ერთად და მე იქით ამ მხრიდანაც ანგარიშვალდებულება გაცილებით უფრო იზრდება.